გამარჯობა, მოგესალმებით არხზე მეტი AI. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო кейსი. უნდა დავტესტოთ თუ არ ვწდები supervising-ის მოდელი. ანუ кейსი, როდესაც ერთი AI მოდელის outputs შედეგებს ამოწევს მეორე AI მოდელი, აფასებს და უბრუნებს feedback-ს იქამდე, სანამ საჭირო შედეგამდე არ მივა. ამის ორი ვარიანტი არსებობს. დღეს ორივეს ვცდით. ნახოთ რომელი უფრო ეფექტურია და ზოგადად საინტერესო და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გამოვიყენებთ NA10-ს, როგორც პროტოტიპირების საუკეთესო ხელსაწყოს. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად რამე кейსი მოვიფიქროთ. მე ვფიქრობ, რომ რაღაცის დაწერა ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება. თავიდან იყო იდეა, რომ გამეკეთებინა ბლოგის დაწერა, მაგრამ ეს ძალიან ბევრ ტოკენს წაიღებს დიდი ალბათობით და ნაკლებად ეფექტური იქნება. ამიტომ ეხლა ვფიქრობ, რომ მაგალითად LinkedIn-ის პოსტის დაწერა იყოს პირველი აგენტის ფუნქცია და მეორე აგენტის ფუნქცია იყოს ამ LinkedIn-ის პოსტის სტრუქტურის შეფასება, similarity შეფასება, ანუ რამდენად ისეთი არის, როგორც უნდა იყოს და ამ similarity-სთან ერთად feedback-ის მიცემა წინა აგენტისთვის თუ რა უნდა შეცვალოს, რომ გახდეს უკეთესი. და ეს შემდეგ დავატრიალოთ loop-ში და ვნახოთ რამდენი იტერაცია დაჭირდება იმისთვის, რომ supervisor-ის feedback-მა გამოვიღოს შედეგი და მივიღოთ ისეთი პოსტი, როგორიც ჩვენ გვინდა. დავიწყოთ ახალი workflow შექმნით. მოდი ჩვენ მარტივად დავრქვათ შემფასებელი აგენტი ჩვენს experiments და ტრიგერი მოდი იყოს ჩვეულებრივი ფორმა. აუთენტიფიკაცია არ გვჭირდება, title field-ის name იყოს in post idea და იყოს ვიცეში ტექსტი და required field-ი თავისთავად. კი ბატონო, ანუ აქედან მივიღებთ იდეას და შემდეგ უნდა შევქმნათ AI. შეგვიძლია აგენტი გამოვიყენოთ, მაგრამ დიდად აქ თულები და რაღაცები არ დაგჭირდება და მეგონ პირდაპირ OpenAI-ის node-ი რო გამოვიყენოთ, საკმაოდ ლოგიკური იქნება. ანუ ეს მაინც, ასე ვთქვათ, აგენტური სისტემა არის და აგენტური მოდელი არის, თუმცა აქ მინიმალისტურ ვარიანტს ვახორციელებთ დღეს და რაღაც ზედმეტი ისინი არ გვჭირდება მოკლედ. მოდი შევიდეთ პლატფორმაზე და შევქმნათ ახალი API-კი სპეციალურად ამ პროექტისთვის. როგორც ყოველთვის გადავდივართ setting-ებში, მე გადავდივართ API-ში, API-ის სექციაში და ვაწვევით create new secret key და აქ გავუშვებთ keys სახელს და დავაკოპირებთ ჩვენს keys. Create new credential, organization ID. არ გვინდა base URL სწორად არის, დავაწვევით saves და უკვე გვაქვს ახალი credential-ი. კი ბატონო, ტექსტის გენერაცია გვინდა. მოდი პირველი აგენტი, პირველი მოდელი უბრალოდ იყოს რამე შედარებით იაფიანი, GPT-4.1 მაგალითად და პრომპტი იყოს
პრომპტი მოდი ისეთი შევქმნათ, რომ პრომპტის ცვლილება არ გვიწევდეს პირველ იტერაციაზე და შემდეგ იტერაციაზე. პირველი იტერაცია რეალურად ჩვენი ფორმიდან მიდის და შემდეგი იტერაციები მოდის უკვე სუპერვაიზორი აგენტისგან, რომელიც აფასებს და ფიდბექს უბრუნებს და ისეთი პრომპტი შევქმნათ, რომ პირდაპირ ფიდბექივით იყოს, ანუ დაწერილ LinkedIn პოსტი კი არა, რაღაც ესეთი გავაკეთოთ, რომ ეს არის LinkedIn პოსტი, Note-ში იყოს რაღაც იდეა. მოდი ესეთი იდეა იყოს. Submit გავაკეთოთ. და აქ გვინდა როგორც ვთქვი, ამებს იმიტომ ვიყენებ, რომ markdown-ის სტრუქტურა არის, მოკლედ ესეთი, ძალიან ხერხებული და კომფორტული საწერი ენა, ასე ვთქვათ, რომელიც შეგეძლოთ დასერჩოთ და უფრო კარგადაც შეისწავლოთ, მაგრამ LLM-ებს კარგად ესმით, მოკლედ ეს markdown-ი და markdown-ში დაწერილ პრომპტებს ბევრად უფრო ეფექტური შედეგები აქვთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ამიტომ უკვე მივეჩვიე და სულ ესე ვწერ. როცა პრომპტს ვქნი, რაღაც ესე დავწეროთ, რომ task-ი არის, რომ შემდეგი ცვლილებები შეიტანო და პირველი ცვლილება მინდა იყოს, რომ უბრალოდ დაწეროს აი აქედან პოსტი. ანუ ამ რაღაც პატარა იდეიდან დაწეროს პოსტი. და შემდეგი ცვლილება უკვე უნდა იყოს დადგენილი იმ აგენტის მეშვეობით. ამიტომ რეალურად ჩვენ გვჭირდება, რომ ეს იყოს ცვლადი. ანუ რაღაცა უნდა შევქმნათ, მოკლედ, რომელიც ჯერ იქნება წინასწარ დადგენილი და შემდეგ ლუპში შეიცვლება ხოლმე. ცვლადები აქ ჯერჯერობით არ გამომიყენებია, მაგრამ დაცნობული ვარ, რომ აქვს ცვლადის ფუნქცია. მოდი გამოვიყენოთ Perplexity. Inside a LinkedIn workflow. Do you want to password it? Okay, აი ეს ვარიანტი ნამდვილად გვაწყობს, რომ set node-ი გამოვიყენოთ. ნახოთ set node-ი როგორ მუშაობს. ან სამი ვარიანტი შემოგთავაზა, საიდანაც ყველაზე
კომფორტული ვარიანტი იმისთვის, რომ რაც კოდი დავწეროთ და თან შეცვლადი იყოს, იმიტომ რომ custom variable რაც არის თავისი ეს არ იცვლება. როგორც ვიცი, თვითონ node-ის შიგნით უნდა შეიძლებოდეს data-s დაყენება. Actions in app. ვა, უმანზე loop დავუმატებიათ. ძალიან მაგარია. ძანკო data transformation-ი იქნებ დაგვეხმაროს. I feel edit fields and set. Name იყოს feedback და value იყოს write full LinkedIn post from the text above. ეს როგორც ყოველთვის გაგვიწითლა. ხელახლა გავიაროთ. აქ ჩავსვათ post-ის იდეა. აქ ჩავსვათ feedback. Execute step და ვნახოთ. Okay, სხვა რაღაცებიც მოიწერა გარდა თვითონ post-ისა, ამიტომ ხოდი ინსტრუქციები გავუწეროთ ცალკე, რომ უფრო კარგად დაგვიჯეროს მოკლედ სისტემის პრომპტს უფრო მეტად ენდობად ინსტრუქციებად აღიქვას ხოლმე როგორც წესი და აქ უთხრათ რომ you are the post writer return only post text. უნდა გავუშვათ ხელახლა. კი ბატონო. უკეთ რაღაცა ტიპის პოსტი დაგვიწერა. მაგრამ ახლა ჩვენ გვინდა რომ ეს შევაფასოთ ახალი მოდელით.
და შეფასების პროცესში გვინდა როგორც სტრუქტურიზებული მონაცემები მივიღოთ, ან ზოგადად structured output-ი როგორც წესი აქვს OpenAI-ს, ჩვენ პროგრამირების დროს ვიყენებთ ხოლმე და ძალიან კომფორტულია, მაგრამ აქ მე მგონი ჯერჯერობით არ არის ეგეთი ფუნქცია, რომ ეს არის. Okay, მაგრამ output-ის ფორმატს ვერ ვაყენებთ. მოდი წავიდეთ ისე perplexity-ს ვკითხოთ, how can I enable structure output in N8N. Parseris varianti არ მომწონს. შეგვიძლია ვცადოთ, მაგრამ ისეთი რაღაცაც არსებობს, რომ პირდაპირ LLM-მა დააბრუნოს სტრუქტურიზებული მონაცემები. ეს სად იქნება data transformation-ში ალბათ. რაღაცა მოეჩვენა. Health notes, cluster notes, sub notes. დოკუმენტაციაში წერია, რომ არის workflow-ებიც არის. Okay, აქ აგენტი უნდა გვყავდეს, რომ output parser-ი დავუყენოთ. კი ბატონო, მოდი ეგრეთ ვცადოთ. AI agent prompt-ი იქნება რაღაც ასეთი, რომ best given rules. return, ანუ გვინდა რომ შეამოწმოს LinkedIn პოსტი. LinkedIn პოსტი, რომ იმასთან მიმართებაში რა წესებიც იქნება ქვემოთ მოცემული, დააბრუნოს მსგავსების ქულა. or 0 to 0-დან 100-მდე იყოს, მოდი. და feedback.
აქ გავუშვათ LinkedIn პოსტი და LinkedIn პოსტი უკვე იქნება ჩვენი კონტენტი. და შემდეგ გავუშვათ rules. ახლა რაც შეეხება rules, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ რაღაცა კონკრეტული ისინი გქონდეს ჩვენით და ჩამოუწეროთ. თუმცა ჯერჯერობით ეგეთ აღარ მომიფიქრებია და ფიქრობ, რომ ვინმე ცნობილი LinkedIn იმისგან ავიღოთ პოსტი და დავაწერინოთ მაგის მიხედვით რულები ChatGPT-ს. აი მაგალითად Justin Welsh-ია თუ სწორად მახსოვს. საკმაოდ კარგი პოსტებს წერს, ხშირად მოწონს ხოლმე ამის პოსტები. და ერთ-ერთი ავიღოთ. ეს ცოტა გრძელია. აი ეს საკმაოდ სპეციფიური ნაწერია და გამოგვადგება. ახლა მიდივართ ChatGPT-სთან და ვეუბნებით tailored შეფასება როგორ არის? Evaluation of the post below. Include იყოს ანუ სტილი, ტონი, სტრუქტურა. And etc. ეს ძალიან კარგი თულია, paste to markdown ქვია, სადაც ანუ შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტი დააკოპიროთ, Ctrl+C-ით ჩააპეისტოთ Ctrl+V-ით და უკვე გაქვთ markdown-ი, რომელიც როგორც თქვი, ძალიან კომფორტული არის LLM-ებთან სამუშაოდ. ალბათ LLM-ებისთვის. და ჩავაკოპიროთ rules აქ. ახლა რა ხდება? როგორ დავუყენოთ output parser-ი ჩვენს output parsers structured output parser. Okay. Similarity score AI chain გჭირდება იმის მაგივრად? მოგჩანს.
კი, მაგრამ წერა ხო ნახეთ და თითქოს აგენტთან იყო დამატებული. ავსკიპოთ. AI აგენტ output bars. ძველი ვერსია და აღარ არის ახლა type parseri თუ რა ხდება. აჰა, ოკეი, ჩავუხდით output parseri. დავკონექტოთ ეს წავშალოთ. chat მოდელი იყოს OpenAI ისევ, თუმცა მოდი აქ ცოტა შედარებით ჭკვიანი მოდელი შევარჩიოთ. ვინაიდან ცოტა ინფორმაციის დაბრუნება უწევს, generated ტოკენები არ იქნება ბევრი და ბევრს ტოკენებსაც არ დაწვევს და input ტოკენები როგორც წესი ყოველთვის უფრო იაფიღით. საერთოდ ამ supervising ხშირ შემთხვევაში მაგითაც იყენებენ ხოლმე, რომ ჭკვიანი ძვირიანი მოდელი, რომელიც input ტოკენებით საკმაოდ იაფი არის, მაგრამ generated ტოკენები რაც არის output ტოკენები ის ძვირია ხოლმე როგორც წესი, ბევრად ვიდრე input ტოკენები, ანუ იმ ერთი ჭკვიანი მოდელით აუმჯობესებენ ნაკლებად ჭკვიანი, მაგრამ იაფიანი მოდელის მოკლედ outputs. ერთ-ერთი გამოყენება მოკლედ ესეთი არის ოპტიმიზაციის მხრივ. საკმაოდ კარგია, როცა deep scale-ზე არის საუბარი და რაღაცა ბევრი მომხმარებელი ყავს აპლიკაციას თუ საიტს თუ რაც იქნება, მოკლედ საკმაოდ კომფორტული არის მაგ შემთხვევაში. ბევრი თანხის დაზოგვა შეიძლება მოკლედ ესეთი манипуляციით. ვნახოთ რას დაგვიბრუნებს ჩვენი output parseri. საკმაოდ დიდი ხანი უნდება. შეიძლება ცოტა დავწიოთ GPT-5-ის მაგალითად რამე სხვა გამოვიყენოთ, თორე ბევრი აშკარად. ჩვენი output parseri არ დაგვითავრებია და ეხლა რატომაც ქალაქებს გამოგვიტანს. Hmm, 27 გამოვიტანა similarity score-ი, რაც ძალიან დაბალია. და აქ იყოს feedback-ში make style more make tone more friendly. ანუ ეს რეალურად ეს output parseri საკმაოდ კომფორტული არის იმ მხრივ, რომ უბრალოდ სტრუქტურის მაგალითად უბრალოდ აძლევ, ასე ვთქვათ, მაგალითს როგორ უნდა გამოიყურებოდეს და მე თვითონ აგვარებს უკვე, თუმცა ამაში კიდე დამატებით ტოკენები იხარჯება, რა თქმა უნდა. უკაცრავად მეგობრებო, კარებზე იყო გაკუნდა. დავბრუნდი. სად გავჩერდით, მოკლედ. ვაბრუნებთ massives, სადაც თითო ელემენტი იქნება თითო რჩევა ჩვენი პირველი აგენტისთვის. ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდება უკვე flows node-ი და if. if-ში გამოვიყენოთ similarity score-ი და თქვათ, რომ is greater than. მოკლედ, შეფასების ქულა თუ იქნება, მიტყვაზე ვთქვათ,
85-ზე მაღალი, მაშინ ეს კარგია და ვიყენებთ, ან true-ზე გამოდის ეგ უკვე და აქ გამოვიყენებთ მოკლედ ჩვენს დაწერილ პოსტს. თუ არ არის 85-ზე მაღალი, ეს გამოვა else-ზე. else-ში ჩვენ დაგვჭირდება აუცილებლად აგრეგატორი, აი ეს. მოდი პირველ რიგში შევცვალოთ. სანამ ხელახლა გავუშვებთ, შევცვალოთ ეს 4-ზე. და ახლა გავუშვათ. რაღაც ეს თომა. რესურსი ვერ მოიძებნა. გავუშვათ მოდი ხელახლა. submit. Okay. აქ გვეუბნება რომ ეს არის string-ი მოსული 70. მაგრამ მოსალოდნელი იყო number. ანუ ჩვენ აქ უნდა შევცვალოთ ეს number-ით და მოდი ცოტა შევამციროთ. გამოვიდა აგრეგატორში, წავიდა მონაცემები და ჩვენ გვინდა individual fields. feedback list იყოს. პირდაპირ feedback-ი დავაქვთ ამასაც. ერთ item-ს აბრუნებს. ახლა ეს item-ი ჩვენ უნდა გავუშვათ როგორმე აი ისევ აქ. და აქ უკვე გვაქვს ეს, რომელიც უნდა ჩავსვათ ლოგიკის მეშვეობით. ანუ ეს უნდა იყოს თუ feedback-ი არის ცარიელი. ეხლა რატომ ვერ ვნახულობ feedback-ს? რა გვაქვს feedback-ში? Okay. იქნება რაღაცა სხვა გვჭირდება ჩვენ აგრეგატორის ნაცვლად. merging-ი გვექნება, ვითომ?
მოთ ისევ პერფექტის მოვხმოთ დასახმარებლად. ესეთი რაღაცა გამოგვადგება. გურჩესო JavaScript-ის ფუნქცია გამოიყენეთ პირდაპირ join-ი. რაც რა საკმაოდ კარგი რჩევა პრინციპში. if და აქაც უნდა დავწეროთ expression-ი. if feedback if-ის მაგერად პირდაპირ if empty კი ბატონო. თუმცა ჯერ ისევ ესეთი ფილდი უნდა გავაკეთოთ. მოდი duplicate და false-ი დავუკავშიროთ ჯერ ამ fields. რომელშიც უბრალოდ იმას გავაკეთებთ, რაც გვირჩია. join და n-ი გამოვიყენოთ. ეს n-ი არის უბრალოდ new line-ი და ყველა ის ახალ line-ზე დადგება უბრალოდ ყველა feedback-ი და ერთ თლიან ტექსტს მივიღებთ ჩვენი მასივიდან. და აქ feedback list აქ ესეთი რაღაც. და აქ ისევ if empty დაგჭირდება, თუმცა უკვე ჩვენს ახალ feedback list-იდან შემოწმებული. კი ბატონო, feedback-ი დაგვიბრუნა და ყველა სხვა შემთხვევაში თუ ეს არ მოდის ჩვენი სუპერვაიზორიდან, შემფასებელი აგენტიდან, ეს იქნება ცარიელი. ამიტომ შეგვიძლია თავად if empty გამოვიყენოთ, შევამოწმოთ feedback list-ი, შემდეგ მძიმე და შემდეგ უნდა გავხსნათ ბჭყალები და ბჭყალებში ჩავწეროთ ის ჩვენი default prompt-ი. ახლა გავუშვათ მოდი workflow ხელახლა და ვნახოთ რამდენი იტერაცია დაჭირდება რომ მივიღოთ კარგი შედეგი და შემდეგ შევამოწმოთ ეს შედეგი როგორ გამოიყურება რამდენად რეალურად გავს იმ
Justin Welsh-ის იმ კონკრეტულ პოსტს. ალბათ ამას გარკვეული დრო დაჭირდება. დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. 18-ჯერ სცადა უკვე და არ გამოვიდა და სადღაც 12-ის მერე უკვე დავეშტე რაღაცა არასწორად იყო, იმიტომ რომ მარტივად დავიდა 85-ზეც კი ყოფილა, რაღაცა მე მგონი მე-16 მე-15-ეს თასი 85 სიმღერეთის სკორს მიაღწია, მაგრამ მაინც არ იმასაკან ვერ მიაღწია 85-ზე მაღალს. და მივხვდი რომ რეალურად პრობლემა იმაშია, რომ ეს იდეა რაც თავიდან ვაწვით, ეს მოდელი სულ მაგ იდეას იღებს ყოველ ჯერზე მოკლედ იღებს form submission-იდან. თუმცა ჩვენ რეალურად გვჭირდება რომ form submission-ის მაგივრად იდეა ანუ ის ტექსტი მოკლედ პირველად იდეა რაც იყო ჩანაცვლდეს ამისივე დაწერილი ტექსტით, რომ ის ტექსტი გაუმჯობესოს რეალურად ეს იყო თავიდანვე ჩვენი ჩანაფიქრი, ამიტომ აქ დაგვჭირდება რომ დავამატოთ ახალი edit field-ში მოკლედ feedback-ის გარდა დავამატოთ პოსტი. ამ მოდელში გამოვიყენოთ LinkedIn post-ზე ეს პოსტი და აქაც დავამატოთ post post by AI და აქ ჩავაგდოთ კონტენტი იქიდან. ანუ აქ უკვე მოგვაქვს ეს post by AI field-ში და აქედან აი ამასაც ჩავასწორებთ. როგორც ის გავაკეთეთ, რომ თუ შემთხვევით წამეშალა post და value-ში ისევ expression-ი, ისევ if empty და მეუნებით ასეთ რაღაცას, რომ თუ სარიელია ეს მოდი სახელი შევცვალოთ მოვიდა ჩვენამდე post by AI გამოვიდა და აქ ისევ შევქმნათ პოსტი, ისევ expression-ი if empty თუ სარიელი post by AI მაშინ გამოიყენოს ჩვენი დასაბმიტებული პოსტის იდეა. სულ ეს არის. აბა გავუშვათ ხელახლა და ვნახოთ.
რამდენი მცდელობა დაჭირდება. არის მეგობრებო, 6 მცდელობის შემდეგ შეძლო და აიღო 88 ქულა და შესაძლოა გადავიდა if true branch-ზე, if-დან. სხვათა შორის წინა მასთან შედარებით, სადაც ძალიან მერყეობდა 50 ქულიდან 82-85 ქულამდეც კი ავიდა. აქ ძალიან სისტემურად იყო, ანუ პირველი იყო 65 ქულა, შემდეგ უკვე 85, შემდეგ ყველა იყო 85 და ბოლოს მოახერხა 88-მდე ავიდა და უკვე გაუშვა აქეთ true-ზე, სადაც ჯერჯერობით არაფერი არ ხდება. ვინაიდან უბრალოდ სატესტო იყო. ჩვენ ახლა გვინდა რომ ეს ტექსტი რეალურად ამოვიღოთ. ცოტა გავასუფთავოთ და ვნახოთ როგორი გამოვიდა. მე ამისთვის VS Code-ს გამოვიყენებ, მაგრამ ნებისმიერი ტექსტის ედიტორი შეგიძლია გამოიყენოთ და ეს უცნაური სიმბოლოები და ხრილი n-ი ესეთი უბრალოდ უნდა შევცვალოთ რეალური გამოტოვებით. ანუ ამას ყველას მოვნიშნავ. და დავაჭერ Enter-ს. ესეც კარგი სიმბოლოთი შევცვალოთ. ვაუ, ძალიან გრძელი გამოვიდა. მაგრამ სტილი ნამდვილად იგრძნობა რომ იგივეა. როგორ ვქნათ ახლა რომ კარგად შევადაროთ. You have heard it before. AI is for experts. AI will replace us. AI is the future, not the present. Let's flip that script. For years I worried about. Okay, the clap has a perfect job, but you don't find it. ნამდვილად ვერ იტყვი რომ რაღაც დაკოპირებულია, ან იდეა, ან რაღაც, თუმცა სტილი ნამდვილად დაკოპირებულია, საკმაოდ ეფექტური არის ესეც, იგივენაირად მოკლე წინადადებას იყენებს და იგივე სტრუქტურას აძლევს. ჩემი აზრით ძალიან, ანუ ამაზე ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, რომ თუ რულებში, რომელიც დავაწერინეთ ChatGPT-ს, დავამატებთ დასასრულს, რომ რაღაც ესეთი ცოტა დამაინტრიგებელი, ასე ვთქვათ, კითხვით დასრულდეს და დავამატებთ დასაწყისის აღწერას და დავამატებთ საშუალო სიგრძეს, იმიტომ რომ ეს აშკარად ძალიან გრძელი გამოვიდა. თუმცა მთლიანობაში საკმაოდ რაც იქ იყო ხწერილი, რომ უნდა იყოს ტონი, უნდა იყოს რითმი და უნდა იყოს მოკლე წინადადებები და ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად არის დაცული. თუ აუწევთ 88-ზე მაღლა, ალბათ კიდევ უფრო კარგად იქნება დაცული, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად მეტ მცდელობას წაიღებს. ვიდრე ახლა, ანუ 6 მცდელობაზე მეტი დაჭირდება, დიდი ალბათობით. ალბათ ისე 12-18 შეიძლება მეტიც. თუმცა რა, მთლიანობაში საკმაოდ კმაყოფილი ვარ შედეგით. ეს არის ის პირველი ვერსია, რაც გითხარით და მეორე ვერსია მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ პირველ აგენტს, ანუ ეხლა წარმოვიდგინეთ, პირველ აგენტს არანაირი არანაირი ტონის და სტილის და ეს ყველაფერი ჩვენ არ მივეცით, არაფერი არ ქონდა პრომპტში ეს ინფორმაცია. თავიდან რაღაცა თვითონ რაც მოინდომა ის დაწერა და შემდეგ ეს გააუმჯობესა დროთა განმავლობაში.
მეორე ვარიანტი არის, რომ ის რულები და ის წესები, რის მიხედვითაც ამოწმებს, მოკლედ შემფასებელი აგენტი, ასევე ცნობილი იყოს ჩვენი დამწერი აგენტისთვისაც. და მე ძალიან მაინტერესებს მე პირადად, რამდენი მცდელობა იქნება საჭირო მაგ შემთხვევაში, რომ მიაღწიოს იგივე შედეგს. მოკლედ, დავაკოპიროთ ჩვენი პრომპტი, გადავიტანოთ აქეთ. აქ უბრალოდ rules მაგივრად ვეტყვი, რომ ეს არის writing style და გავუშვათ workflow ხელახლა. ნახოთ რამდენი მცდელობა დაჭირდება, რომ მივიღოთ ისევ ისეთი კარგი შედეგი. ან შეებოგოთ. დაიწყო და როგორც კი დასრულდება, დაგიბრუნდებით. ვაუ, მეგობრებო, 11 მცდელობა დაჭირდა იმასთან შედარებით. როცა პირველმა აგენტმა არ იცოდა რეალურად რა იყო მისი დავალება. ანუ იმასთან შედარებით დაჭირდა 5 ცდით მეტი, ანუ ის 6 ცდაში მიაღწია იმან 88 ქულას, და მან 11 ცდაში მიაღწია 90 ქულას. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ იმან პირველ ცდაზე დაწერა რაღაც 65 ქულიანი თუ რაღაც დაბალი ქულა და შემდეგ 85-ზე ავიდა და ცოტა ხანი იქ იყო გაჩერებული. ამან პირველივე ცდაზე დაწერა 85 ქულიანი პოსტი და შემდეგ ყველა შემდეგი ცდა იყო 85 ქულა, ეს უბრალოდ კი რაღაცებს უნებოდა რომ შესწორე და მე-11 ცდაზე როგორც იქნა 90 ქულით შეაფასა ჩვენმა შემფასებელმა აგენტმა პოსტი და გაუშვა უკვე თრუში. სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი ესეთ შედეგებს, ანუ ვიღაცები რო შევისწავლდი ამ საკითხს, მოკლედ ვიღაცები წერდნენ, რომ არ არის საჭირო, რაღაცა ეს მოკლედ ეს task-ის ნაწილი რო იცოდეს პირველმა აგენტმა, ტყუილად ტოკენებს ხარჯავთ, მაინც შედეგი იგივეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ესეთი ისინი იყვნენ, რომ რეალურად ეს ხომ მეორდება და ყოველ ჯერზე რეალურად ეს writing style ხელახლა ეგზავნება ამას, შესაძლოა ხელახლა ტოკენებით იხარჯება და თვითონ მოდელიც ფიდბექის გარდა ითვალისწინებს ასევე ამ სტაილებს, ვინაიდან პრომპტში ისევ არის. და ხო, იყო ეგეთი მოსაზრეები, მოკლედ ზოგი ამბობდა, რომ პირიქით კარგია ესე, ზოგი ამბობდა, რომ არა, მოდი დასაწყის ან პირველ მოდელს არ უნდა გქონდეს მოკლედ ინფორმაცია, რის მიხედვით ხდება შეფასება და მე მგონი ეს მეორე აღმოჩნდა მართალი, რეალურად მე ფიქრობდი და უფრო მეტად მართალი მეგონა, რომ კარგი იქნებოდა, რომ პირველ მოდელს ჰქონოდა ინსტრუქცია, თუმცა როგორც ჩანს არ არის ეგრე, იმიტომ რომ შედეგი თუნდაც რომ ოდნავ კარგი იყოს, ჯერ შედეგი არ შეგვიმოწევია ხომ ასეა. შედეგი ოდნავ კარგიც რომ იყოს 6 იტერაციასთან შედარებით 11 იტერაცია თითქმის ორჯერ უფრო ძვირი გამოდის. ანუ რაღაცა პირადი გამოყენებისთვის შეიძლება ორი ქულით უკეთესი შედეგი არის, ან 88 ის იყო და 90 ეს არის და შეიძლება თქვა პირადი გამოყენებისთვის რავი, თქვა რომ აი იყოს ცოტა მეტი, ახლა რამდენი პოსტ დაწერ განახო პირადად შენთვის. და იყოს ცოტათი მეტი და არა უშავს, მაგრამ თუ რაღაცა პროდუქტს აკეთებ და იქ იყენებ რეალურად თითო პოსტის შესაქმნელად ორჯერ მეტ ტოკენს თუ დახარჯავ, რა თქმა უნდა, ეს სკეილზე და 100 და 1000 მომხმარებელზე იქნება ძალიან თანხობრივად ძალიან დიდი განსხვავება და ძალიან მაღალი ხარჯი. რო ყოფილიყო თქვათ, აი 6 მცდელობის მაგივრად 7-8 მცდელობა, მაგ რო უყურებდით ან ეს როგორ მიდიოდა რაღაც მაგ მომენტში კიდევ რაღაც იმედს ვინარჩუნებდი, მეთქი აი 9-ზე მაინც გაჩერდეს იქნებ თუ რაღაცა ლოგიკურად მაინც ჩაждდეს. და ანუ არა, არ გაჩერდა. ავიდა 11-მდე და მოდი ახლა ვნახოთ რა შედეგი მოგვიტანა საბოლოო ჯამში ჩვენმა წერალმა აგენტმა. აქ ისევ ყველას მოვნიშნავ.
და ჩავანაცვლებ. ოკეი. და აქ მოდი ისევ პოსტი გამოვაჩინოთ. რომელიც გამოვიყენეთ. კი ბატონო, ეს გამოვიყენეთ. If you are chasing the wrong thing, most people believe progress is out there waiting for a sign, a degree, a great light. Okay. But the happiest version, the healthiest version, the boldest. ესეც საკმაოდ გრძელი გამოვიდა, თუმცა შედარებით ოდნავ მოკლე ვიდრე პირველი სტილი, აქაც იდეალურად არის დაცული ნამდვილად. შეჯამების კენტრომ წავიდეთ, ასე ვიტყოდი, რომ supervising-ის მოდელი ამართლებს, მართლაც ძალიან კარგი შედეგი არის და ან დაკოპირების საშუალებას გაძლევს, თუმცა ის სტილის დაკოპირებს ახლა ჯასტინ ველსის სტილი დავაკოპირეთ, ისე რომ თან რაღაცა გადაწერის და კოპიოს რეალურად არ გავს, ანუ რაღაც იგივენაირად კარგი ხარისხის პოსტები გამოდის, მაგრამ იმისი სიტყვები არ არის, ანუ რეალურად შენი სიტყვებია. თან პლუს იმ რულებში ახლა ჩვენ პროსტა ChatGPT-ს დავაწერინეთ და ეს გადმოვაკოპირეთ, მაგრამ შენ შეგიძლია შენი თაჩი შეიტანო, შენი სტილი შეიტანო, იგივე შენი პოსტები თუ თქვა ბევრი პოსტი გაქვს დაწერილი იქიდან რაღაცა კარგი პოსტები ამოარჩიო და იმის მიხედვით დააწერინო ChatGPT-ს და მოკლედ supervising-ის მოდელი საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას ხსნის AI სისტემების შექმნაში. და იმედი მაქვს უკვე რაღაც იდეები გამიშთა მოკლედ და იმედი მაქვს ვექნება დრო რომ უკვე რეალურ პროცესებში ჩავრთა და რეალურ პროცესებში გამოვიყენო ეს მოდელი. რაც შეეხება მიდგომას, პირველი აგენტის შესახებ, რა ჯობია რომ იცოდეს შეფასების სისტემა თუ არ იცოდეს, მე მგონი ისე ჯობია რომ არ იცოდეს, შედეგი მაინც ორივე შემთხვევაში კარგია, უბრალოდ უფრო მეტი იხარჯება მაშინ როცა იცის. რეალურად ახლა დავფიქრდი ლოგიკურად ეგრეც არის, ყოველ ჯერზე ახალ პრომპტს რო ვაგზავნით, ანუ ყოველ ახალ იტერაციაზე თუ სტილები ისევ მისდის, მაშინ ის ეცდება რომ ეს სტილების დაიცვას და ფიდბექიც დაიცვას და რეალურად აი რაღაცა ბოლო ცდილობაზე შეიძლება შემთხვევითობაც ყოფილიყო და 11-ზე მაგით უგაჩერებულიყო და ეს შემთხვევითობა შეიძლება მანაც მომხდარიყო და მერეც მომხდარიყო რეალურად და შეიძლება 20-მდეც ასულიყო და ანუ როცა უკვე რაღაცა ცოტა მკაცრი ფიდბექი მიიღო მოკლედ ჩვენი შემფასებელი აგენტისგან მაშინღა მიაქცია უფრო მეტად ყურადღება მოკლედ ფიდბექს და არა იმ სტილებს. თუმცა ეს რამდენად კარგი ან ცუდი არის, მაგას კიდე ჩემი აზრით შესწავლა სჭირდება და უფრო დეტალურად შეიძლება ჩაყვი და ყოველი ფიდბექი გადაამოწმო რამდენად სწორად ეს ფიდბექს და ასე შემდეგ. თუმცა ყველა შემთხვევაში მაინც ჩემი აზრით ხო ყოველ ჯერზე, ყოველ პრომპტზე სტილების ხელახლა გაგზავნა არის ცუდი იდეა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე დაახლოებით იგივე გამოდის და ის იტერაციული განვითარების და გამოჯობესების პროცესი არ ხდება. თუ უბრალოდ უკეთესი შედეგის მიღება გინდა, ჩემი აზრით უბრალოდ უნდა შეხვიდი აქ და სკორი დააყენო 85-ის მაგივად მაღაზია, ვიცი 90-ზე მაგალითად და ისევ პირველი რაც ვცადეთ იმ მოდელით მიიყვანო როგორღაც 90-მდე. იქაც შეიძლება თქვა 11 იტერაცია დაჭირდეს, ისევ ან 12, მაგრამ შედეგი მაინც უფრო მარტივი და იგივე და თან თქო უნდა ნაკლებს დახარჯავს მაინც, იმიტომ რომ თუნდაც ის მოდელი 11 იტერაციით უფრო ნაკლებ ტოკენს დაწვავს, ვიდრე ეს მოდელი, ვინაიდან აქ პრომპტი გვიმეორდება და ანუ იგივე დიდ პრომპტს როგორც ერთ ისე მეორე აგენტს ვატანთ. მოკლედ სულ ეს არის მეგობრებო, ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოგვივიდა და იმედია გამოგადგებათ, იმედია თქვენს ზრდით და გააკეთებთ თქვენს ვერსიებს. თუ რამე სხვა იდეები გექნებათ, თუნდაც ბლოგის დაწერაზე თუ გინდათ რომ სცადოთ ან ნებისმიერ სხვა ტასკზე ძალიან დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და თუ გამიზიარებთ, რა თქმა უნდა, თუ თქვენ გააკეთებთ და გამიზიარებთ, ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ მაინტერესებს და უბრალოდ ჯერ დრო არ მაქვს რომ ყველა სხვა შემთხვევაში დავტესტო და გამოვიყენო, თუმცა ჩემთვის ჯერჯერობით ესეც საკმარისი არის. აშკარაა რომ კარგად მუშაობს და უკვე შეიძლება ცოტა რეალისტურ სეტაპებში ნამდვილ ავტომატიზაციებში გამოვიყენოთ ხოლმე ეს მოდელი და დიდი იმედი მაქვს რომ მომავალში კიდევ დაუბრუნდებით ამ საკითხს. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. გთხოვთ რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გისურვებთ
უამრავ წარმატებას.